ამ ერთ სიტყვაში შეგვიძლია მოვაქციოთ ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ბიზნესმენების დაჭერა, პატარა ახალგაზრდა ბავშვების გამომწყდება საკანში. აი, ცხადად რომ ჩანს, შეკერილი რომ არის საქმე, მტკიცებულებების მიუხედავად, არარსებობის მიუხედავად. ნიკაკაცია, რა კარგია რომ გამახსენე, გიორგი ახობაძე, კი, რომლებსაც ნარკოტიკებს უდებენ, ციხეში უშვებენ. მოკლედ, ეს ყველაფერი ხომ ვიცით რომ არ წყდება იმ სასამართლო დარბაზებში, რომლის სხდომებსაც აგერ ესმამ მითხრა ეთერის დაწყებამდე მეც ვესწრები ხოლმეო და უამრავი ადამიანი მიდის და ესწრება. ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება სხვაგან და შემთხვევით არ გთხოვეთ დათო რომ ჩვენი სტუმარი ყოფილიყავით. აი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ყველაზე ხმაურიანი საქმე ირაკლი ალასანიასთან და მაშინდელ თავისუფალ დემოკრატებთან როცა დაპირისპირებაში შევიდა ივანიშვილი ღიად იყო ეს კაბელების საქმე, ხო, რომლის მოსამართლე იყავით თქვენ. და მინდა რომ აი თქვენგან ეხა მოვისმინო, რასაც უყურებ, დათო, აი უკვე თქვენი ყოფილი კოლეგების გადაწყვეტილებებს, რა განცდა გიჩნდებათ? მზია ამაღლობელის მოსამართლე იქნება გიორგი ჩიკვაიძის, ირაკლი მიმინოშვილის, არ ვიცი, არა აქვს მნიშვნელობა გიორგი ახობაძის, ნიკა კაციას. ხო, თქვენ, ხო, მეც მაქვს ეგ განცდა, რომ აზრი აღარ აქვს, ხალხო. რა სინათლოთა კავშირიდანაც გარიცხეს ორი ადამიანი, ზუსტად ესე დაიკავეს შენობა ზაფხულში, აი როგორც ეხა თეატრალურის ბავშვებმა დაუშვათ და კითხვებს სვამდნენ იქონებასთან დაკავშირებით სად მიდის და როგორ მიდის და ადამიანები წევრობიდან გარიცხეს. ამის გამო რომ პროტესტი გამოთქვეს და კითხვები დასვეს. აი რა განცდა გაქვთ თქვენ, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები და ვის მიერ? ჩვენ პირად განცდაზე რა მოგახსენოთ ის რასაც მე უყურებ ის მომსწრეთ ვარ უშუალოდ რასაც შევსწრები ვარ ჩემში პირადად ბადებს წარმოუდგენელ ბრაზს და როგორ გითხრათ ეს ჩემთვის წარმოუდგენელია ეს ადამიანები როგორ მივიდნენ იქამდე რასაც ეხა აკეთებენ მოსამართლეებზე მაქვს საუბარი მაგრამ ამაზე გვისაუბრია ყოფილ მოსამართლეებს ერთად აი რა შეიძლება რათ უღირთ ის რასაც დღეს ჩადის ნაწილი მათგანი ადრე თუ საუბარი იყო იმაზე რომ კანონი იყო ესეთი და ანუ რა მექნა დღეს ამის თქმის უფლებაც არ ექნება ვინაიდან მტკიცებულებების რომ თავი გავანებოთ საერთოდ მაშინ როდესაც მხარე პოლიციელი ერთ-ერთ სტომას მე დავისწარი სამართალდამცავების თვითონ უდასტურებდა რომ სამართალდამცავებას ადგილი ფაქტობრივად არ ქონია მოსამართლემ თავისი ინიციატივით გაკიცხა ეს პოლიციელი და ნუ დააჯარიმა მნიშვნელობა არ აქვს მტკიცებულება იდექი იმ აქციაზე აპროტესტებდი რამეს ჩადიოდი თუ არა რეალურად დანაშაულს დაუცველი ხარ აი იმ ადამიანების ხელში, ვისაც დღეს მანტია აცვია და იმ გადაწყვეტილებებს იღებს. მე ხო იცით, სულ ვამბობ ხოლმე, ბოდიში ჩაგეჭრები და მე განაგზეთ, ბევრჯერ მithქვამს ეთერში, ეხა პირველად არ ვამბობ, რომ აი იმ სადის სპეცრაზმელებზე უარესები არიან ჩემთვის მოსამართლეები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იღებენ და მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება ამ პოლიტიკურ ლიდერშიპზე არ ვსაუბრობ, ცხადია. აი მათ ამ ერთ კაცს დაქვემდებარებული შემსრულებელი მონა მოსამართლეები არიან. ჩემი მტერი ჩავარდა მათ ხელში. თუ უნდათ თეთრზე შავს ყერავენ და ამას აწერენ ხელს და მე ამიტომ გთხოვეთ რა მოსულიყავით. იცით რა მაინტერესებს? აი განცდა, ეგეც საინტერესოა ხო განცდა როგორია და პლუს ამის აი როგორ ხედავთ დათო თქვენ? რა სქემა, ვინ აძლევს ამ ხალხს თქვენი აზრით ამ დავალებას? ამ სქემას ვერ ხედავთ. არც ვერც წარმოგვიდგენ აი მე და რამდენიმე ადამიანს ვინც ვიყავით ყოფილი მოსამართლეები ვისაც ქონია შეხება არა მხოლოდ მუქარასთან მოსყიდვასთან შენს კეთილდღეობასთან მანტიის დაკარგვის სურვილი რო არა იყო იქ ადამიანები ვინც აი ყოფილიყო იმ სკამზე და მიიღებდა გადაწყვეტილება აქ ახსნა არა გაქვს რატომ ერთადერთი რა დასკვნამდეც მივდივართ ეს არის მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის მანიით შეპყრობილი ადამიანების
ფორმა მართლობის არის ერთ-ერთი ავტოკრატია. ავტოკრატიის შემადგენელი ნაწილი ეს არის და აუცილებელი ნაწილი მორჩილი სასამართლო. სასამართლო რაღაც სტადიაზე მაინც, რაღაც ეტაპზე ერთეულებიც კი რომ იყვნენ, სადაც იპოვი სამართალს, გამორიცხულია იქ ავტოკრატიის ესე კლანჭების გაშლა და აქამდე მისვლა. ის რაც ხდება პროტესტის ირგვლივ და იმ ადამიანების ირგვლივ, ვისაც პროტესტის გზნობა აქვს, ეს არის დაშინების მცდელობა ერთი და მეორე აი უსუსურობის შეგრძნების დათესვა, რომ საშველი არ აქვს. აზრი არ აქვს სასამართლო. რა რითი აღებინებენ ამ გადაწყვეტილებებს თქვენი აზრით, თქვენი ინფორმაციით? აი ეს არის ხო საინტერესო. ვარ მოსამართლე და აი რა ხდება ჩემს თავს? რატომ შეიძლება ციხეში გავუშვა პატარა ბავშვი, რომელიც სამშობლოს სიყვარულზე მელაპარაკება, არ მაქვს არანაირი მტკიცებულება, მარტო პოლიციელების ჩვენებები მაქვს და მაინც ვუშვებ, მაინც ვაწერ ამას ხელს. აი რატომ რის გამოაკეთებენ თქვენი აზრი? აი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რატო არა მაქვს თქვა არანაირი ინფორმაცია. მოქმედი მეგობარი მოსამართლეებიც აი ვინც ყავს მეც იურისტები, პატარა წრე არის იურისტები საქართველოში. ყველას რატომღაც ან ისე დაემთხვა რომ მეგობრები წავს ისეთი რომ მათ შიგნით მყოფმა მოსამართლეების ნაწილმაც რომელსაც არ იცნობ და ვერც გაიცნობთ ალბათ იმიტომ რომ მათ ხელში ესეთ საქმეები არ მოხდება. ვინ შედარებით ისა დაუმორჩილებელი? თუ დიახ, მათაც არ აქვთ ინფორმაცია რა შეიძლება იყოს ის რის გამოც აი ამაზე მიდის მოსამართლე და თქვენი აზრით რატომ მიდიან ამაზე? ეს არის ოდიმე ჩემი აზრს როგორ ჩამოვაყალიბებ იცით ეს არის ადამიანების ის ნაწილი რომელიც ალბათ ვერასდროს ვერ გახდებოდა მოსამართლე არასდროს არ მოირგებდა მანტიას ხელში ვერ დაიჭერდა ჩაქუჩდა ვერ გადაწყვეტდა ადამიანის ბედს რომ ყოფილიყო ნორმალური ხელისუფლების და ნორმალური საბჭოს პირობებში შერჩევა მათი. ეს არის ადამიანები, რომლებიც ბუნებით არიან ამაზე წამსვლელი. ხო, და ინტერესები აქვს. კი, დასრულოს და თორემ დაამატეთ და ოთოსთან გკითხულობ. აი ვერ პოულობთ ამოხსნას რა შეიძლება იყოს ის ღირებულება რის გამოც თქვენ ხომ გთავაზობდნენ დაასახელეთ თანხაო თქვენ ხომ მითხარით მე ინტერვიუში როცა კაბელების საქმის გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ საქმეზე შუშის სასახლიდან მოსულმა შუამავალმა გითხრათ რომ დაწერე რამდენი ნული გინდა და მითხარით რომ 6-0-ზე იყოს საუბარი დასაშვები ეს ვარაუდის დონეზე შეიძლება იყოს ფინანსური კეთილდღეობა შეიძლება იყოს მარადიულად სამსახურში დარჩენის ან კომპრომატი შეიძლება იყოს იმ თანამდებობის დაკარგვის შიში რომელზედაც არის გამწესებული ოღონდ განსხვავება რა არის იცით ჩემს кейს და დღევანდელობას შორის თქვენ სწორად აღნიშნეთ იქ თუ ერთ კონკრეტულ საქმეზე ქონდათ მცდელობა მიგეღო გადაწყვეტილება აქ ამას აქვს მასობრივი სახე და ემატება რა სწორად აღნიშნეთ აქ მოსამართლეებმა დღეს თავის მხრებზე აიღეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა ქვეყნის შემდგომ განვითარებას არა მხოლოდ შიგნით არამედ სამწუხაროდ სახეს ქვეყანას უნარჩუნებ შეუძლიათ შეუნარჩუნონ საზღვარგარეთ იმ მოსამართლეება ვის ხელშიც არის ჯერჯერობით არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები უმრავლესობა ბოდისტვირთი ქალბატონთან რამოდენიმეა სისხლის სამართლის საქმე და საბედნიეროდ არ არის ბევრი მტკიცებულების გარეშე უსაფუძვლოდ მოხვედრილი ადამიანი ციხეში მასობრივად იმდენი ადამიანი ყავთ დაჭერილი ამაზე მეტი რა ჩვენებელი შეიძლება მასობრივ მე შეში მაქვს რომ მასობრივი სახე არის უფრო მეც უფრო ყოველი მეორე ყოველი მესამე
არ გაუშვან საპატიმროში, ვინაიდან მიზანს ამ ადამიანების, ანგელოზების, ბავშვების, მსახიობების საზოგადოებისთვის გამორჩეული პირების დაკავებით ვერ მიაღწიეს. მიზანი ვერ არის მიღწეული მასობრივი დაჯარიმებებით, იმიტომ რომ არსად გამქრალა შეგრძნება ამ სამართლიანი პროტესტის, არსად გამქრალა მოთხოვნა ის, რაც ბუნებით აქვს თავისუფალ ადამიანს. მისი ცხოვრების და მისი ქვეყნის განვითარების სწორი გზის მოთხოვნა არის. მეტი არ მომავლის მოთხოვნა. ანუ განსტაგავთ რომ შესაძლებელია უფრო მასობრივი გახდეს, ხო? მასობრივად, ვინაიდან მარტივიდან იწყება და გადადის ხოლმე როგორც წესი მასობრივზე. აი ერთი ისა თეა რეპლიკა გინდა რაღაც? კი ბატონო, დაუსვი კითხვა და გიპასუხეთ. რომ ეს ადამიანები ვერასდროს მოიცვამდნენ მოსამართლის მანტიას, რომ არა ისეთი ხელისუფლება, როგორიც ახლა გვყავს. ანუ მათ მიიღეს მათი საოცნებო პროფესიის უმაღლესი მწვერვალი, რომელიც აქციეს სამარცხვინო პროფესიად. ხო ასე გამოდის. აი რა მოხდება თუ ამ საოცნებო პროფესიას ისინი სიმართლის და სამართლის დაცვით დაიცავენ. აი შარიკოვი ასეთ მოსამართლეს. შარიკოვი. აი როგორც მოსამართლეს მინდა კითხოთ, იმიტომ რომ მათ ხო შეუძლიათ რომ ეს პროფესია კი არ დაიცვან მხოლოდ საკუთარი სამშობლოდ, მათ ხო უნდათ გააგრძელონ მერე ცხოვრება ამ ქვეყანაში. თეა მე გეტყვი მაგაზე ვიდრე ბატონინდა თუ გიპასუხებს. ამ ქვეყანაში მოსამართლეებმა ნახეს, რომ წარმატებით ემორჩილებოდნენ წინა ხელისუფლებას, მართლა ვინმე სკლეროზი აქვს ამ ქვეყანაში, იმ დროს ასრულებდნენ ძველი ხელისუფლების დავალებას, მანამდე კიდე სხვა ხელისუფლების დავალებას და ეხლა წარმატებით გადმოიბარა ოცნებამ და ეს ხალხი ისევ არის, ეს მორუსიძის კლანი ისევ არის, ჩინჩალაძის კლანი ისევ არის და ალბათ ფიქრობენ, რომ შეიცვლება რამე, მე მაინც ვიქნები. მაგრამ ასეთი მძიმე მდგომარეობა შეიცვალოს ინგაკ მეორე მომენტია, რომ შეიცვალოს ძალიან ხშირად ხსნენია. მაშინ კანონის სახელით სარგებლობდნენ ისინი, რომ კანონია ასეთი რა ვქნათ. ახლა მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს ყრიან ციხეში ახალგაზრდა ბიჭები არიან ჯგუფურით დაკავებული, ისე რომ ერთმანეთს არ იცნობენ და ასეთი კიდე რამდენი. გიორგი ბაჩიაშვილს რაზე იწერდნენ? გიორგი ჩიკვილაძე რაზე არის? ჩიკვაიძე რაზე არის ახლა? სხვაჩვენს გიორგი ჩიკვაიძის შემთხვევაში იყო ძალიან საინტერესო ამბავი, ჩემთან ინტერვიუში ყვებოდა. მას ხელთ აქვს ერთ-ერთი ჩანაწერი ოისია ირაკლი შოთაძის. გამოკითხვას ითხოვდა კაცი, რომ ვეუბნებიო ამ მოსამართლე ზია კელენჯერიძე ხო თუ არ ცდები იზა კელენჯერიძეს, რომ ვეუბნებიო რომ გამოკითხეთ შოთაძე, დაიბარეთ შოთაძე და მოიყვანეთ გამოკითხვაზე და მოსამართლე ეუბნება რომ არა. და შემდეგ სასამართლოზე რა გააკეთეს? აი მაგის შემდეგ კი, დათოს დავასრულებინებ და მე მოგცემთ რეპლიკა. მინდა უთხრა რომ ძალიან ცდებიან, ძალიან ხშირად მესმის რომ უვადოთაა გამწესებული და მას არაფერი არ ემუქრება, თუნდაც შეიცვალოს რამე. მინდა უთხრა ამ მოსამართლეებს, რომ უვადო სიტყვა არ ნიშნავს, რომ ხელშეუხებელი ხარ. ვადიანია და არჩევითია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და იმპიჩმენტით შეუძლია გამოაცხადოს პარლამენტმა, გადაირჩიოს და აირჩიოს თავმჯდომარე, რომელიც თუ ექნება მტკიცებულებები წარდგენილი, შეუჩერებს კიდევაც უფლებამოსილებას და გასცემს კიდეც ნებას მათი დაკავების. ერთი და მეორე, არ მithქვამს შემთხვევით, რომ ეს ადამიანები ვერ გახდებოდნენ. ჩემთვის წარმოუდგენელია ეხლა რაც უნდა ვთქვა, ის რაც თქვენ მოგისმენთ, ეს შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ჩვეულებრივ საწყენია მოსასმენად და მეტი არაფერი, წარმოუდგენელია, რაც მაგალითად KP-ის დღეს ერთ-ერთმა ქალბატონმა, მაშინ როდესაც წინა დღით გლოვობდა მთელი ქვეყანა, მაშინ როდესაც ეგრეთ წოდებულმა აფხაზეთის მთავრობამაც კი დაუშვა დროშები, მეორე დღეს იკრიბები, აქ ბავშვები ეს დაუყრის. არა საუბარი ზნეობრივად რამდენად გაქვს ამის უფლება, მაგრამ იქ ქალბატონის სიტყვები მოხდა ძალიან ცუდად, ყველანი დასაჭერები ხართ. ხო, ერთ-ერთმა მოსამართლემ დამავიწყდა. ყველანი დასაჭერები ხართ, ამ სიტყვით შეიძლება აღწერო დღეს ის ადამიანები და მათი განცდა, მათ როგორ ხედავენ ყველა დანარჩენს ვინც კი გამოხატავს რაიმე სახის პროტესტს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მოქმედი რამდენიმე მოსამართლე დადის ამ პროტესტებზე,
მე არ მაქვს უფლება სახელი და გვარები და დავასახელო ამ ადამიანებს და დადის რას ნიშნავს? მოდის იქ და როგორც გულშემატკივარი, მოქმედი მოსამართლე. ამ შინაგანი პროტესტი ამ ხალხს არის იქ მოსამართლეები, ვისაც გააჩნია ეს პროტესტი და არ შეეგუება იმას და არ ეგუება იმას, რაც ხდება, ხალხი მათ ხელში ეს საქმეები არ აძლევენ. გადასარევად იციან სასამართლოს ბოსებმა ვის უნდა მისცენ. ოთოსთან გადავალ შეკითხვით, შემდეგ რაღაც რეპლიკა უნდა და ირაკლის რეკლამა